დღეს მინდა ვისაუბრო ეგრეთ წოდებულ მუქთაზე, რომელსაც ბევრი იუთუბერი გვაბულებს, რომ არის საშუალება თქვენი ბაღის, მცენარის, ცხოველის თუ ფრინველის მოსავლელად. და ეს ხშირად არის დაბოლება, რადგან უბრალოდ უნდა რომ ვიდეო ბოლომდე გვაყურებინოს, ხელი კი ამ რჩევებისაგან ხან არის და ხან არა. მთავარი ტყუილი ამ ვიდეოებში არის ის, რომ არ არის დაფასებული ჩვენი დრო. მაგალითად გვასწავლიან, რომ ბოთლები გავასწოროთ და მივიღოთ ფირი სათბურის დასაფარად. აი რეალურად მუქთან იყოზე სათაგურში ვიცი მე. ამ დროს თქვენი დრო რეალურად ფული ღირს და ბევრად უკეთესია ფირი იყიდოთ, ვიდრე ბოთლებისაგან დაამზადოთ. თუ თქვენ იდეური გარემოს დამცველი ხართ, სხვა საქმეა, მაგრამ მაშინაც კი სჯობია ფირის მიღების გარდა რაიმე სხვა გააკეთოთ ამ ბოთლებისაგან, იმიტომ რომ შექმნილი პროდუქტის ღირებულება იქნება ძალიან ძვირი თქვენ სამუშაო დროის გათვალისწინებით. რეალურად ისევ თქვენ უნდა გამოყოთ დრო იმ საქმის გასაკეთებლად. ის დრო კი ფული ღირს. თუ მინიმალური ხელფასი 1500 ლარი უნდა იყოს, სამუშაო კვირა 40 საათიანი, გამოდის რომ თვეში საშუალოდ 4.34 კვირაა, ხო? კვირის ხელფასი გამოდის 346 ლარი, ამას ვთვლი მე მინიმუმად. პირადად ჩემთვის ასეთ რამეს ნახდად არ ვისურვებდი და შეფასება ბევრად უფრო მაღალი მაქვს, მაგრამ მინიმუმი ავიღოთ. ანუ საათში 8.6 ლარი 40 საათი ხომ არის სამუშაო კვირაში და წუთში გამოდის 14 თეთრი. ანუ თქვენ თუ აიღეთ თქვენი სუფრის ნარჩენები და 5 წუთში დაუყარეთ ქათმებს, ამით თქვენ მათ 70 თეთრი დაახარჯეთ, სულაც არ არის მუქთი. ეხლა თუ წახვედით მინდორში და შეაგროვეთ ჭინჭარი ქათმებისათვის და ამაზე 2 საათი დაგეხარჯათ. ის ჭინჭარი ასევე უფასო არ არის. თქვენი საკუთარი სამუშაო დროის ფასი 17 ლარი და 20 თეთრი უნდა მიათვალოთ, შემდეგ რამდენი ბენზინი დახარჯა მანქანამ, იმისი ფასის უნდა მიათვალოთ და კიდე პლუს მანქანის ამორტიზაცია, რომელიც თავად უნდა დაითვალოთ, მაგრამ როგორც წესი საშუალოდ ბენზინის ხარჯის ტოლია ხოლმე, ამიტომ ბენზინის ფასი უბრალოდ უნდა გააორმაგოთ, რომ საქმე გაიმარტივოთ ხარჯის დასათვლად. აი ეს ღირს ის ჭინჭარი, რომელიც ვითომ მუქთად შეაგროვეთ, ასე ვთქვათ, მინდორში. სულაც არ არის მუქთი. აი მაღაზიაში წახვედით, ვთქვათ და იყიდეთ საკვები წიწილებისათვის, რომელიც 46 ლარი ღირს ტომარა. უნდა მიამატოთ იმ დროის ფასი, რაც დაგეხარჯათ მაღაზიაში წასვლისათვის, ბენზინის ხარჯი, მანქანის ამორტიზაცია და გამოდის, რომ თქვენი საკვები ღირს არა 46 ლარი, არამედ 70 ლარიც კარგად ღირს. აი ეს უნდა შეხვიდეთ, ვთქვათ, თქვენი საკუთარი პროდუქციის ღირებულებაში. ასე რომ მუქთასთან ფრთხილად იყავით. ზოგჯერ ძალიან კარგი რჩევა შეიძლება იყოს, მაგრამ სანამ შეასრულებთ, ყოველთვის დაამატეთ თქვენი სამუშაო დროის ფასს. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის კარგად ბრძანდებოდით.